მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ მძიმე იყო ჩვენი მაუწყებლობისთვის, რიგი მიზეზების გამო, ყველასთვის ცნობილი, ბევრისთვის ცნობილი მიზეზების გამო, ჩვენ ვცდილობთ და მომავალშიც ვეცდებით, რომ გამოვიდეთ შექმნილი რთული სიტუაციიდან, ყველაფერი არ არის მოწესრიგებული, მოგეხსენებათ, რეიტინგიც ცოტა არ იყოს დაეცა, ამას თავის მიზეზები ჰქონდა, როგორც ჩანს. და ერთიანობაში შევეცდებით, რომ სიტუაცია, ასე ვთქვათ, მოწესრიგდეს და გამოსწორდეს და ჩვენ, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა ვიაროთ იმ მიმართულებით, რასაც ქვია საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც მისი მონათესავე, ამგვარი მაუწყებლების ევროპული გამოცდილებისაკენ სვლა და სწორება ისეთი ტელევიზიისაკენ, ყოველ შემთხვევაში თუ უმოკლეს დროში არა, შემდეგში მაინც როგორც არის BBC, რომელიც ჩვენი პარტნიორი გახლდათ წარსულში. და ვეცდებით, რომ მომავალშიც, ასე ვთქვათ, მასთან აქტიურად ვითანამშრომლოთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, მიზანი იქნება ზუსტად ამ ფანჯრის გაჭრა ევროპისკენ. ამ ურთიერთობის გამოცდილება ჩვენ გვაქვს. მაგრამ ახლა ხელახლა არის დასაწყები იგივე საქმე და ახალ ჭრილში არის გადასატანი. და რა არის ეს ახალი ჭრილი? მოგახსენებთ, თავის დროზე ევროკავშირს ჰქონდა თანხა გამოყოფილი, გაიმარჯვა მაშინ BBC-მ და ატარებდა ის ტრენინგებს, იყო გარკვეული შედეგები, თუმცა ეს შედეგები საბოლოოდ დამაკმაყოფილებელი არ იყო, ანუ იდეალური არ იყო. სამომავლოდ შეიძლება ამ პროექტის განახლება, ჩვენ რომ მივმართოთ ევროკავშირს დახმარებისთვის, რათა მან კლავაც გამოყოს გარკვეული საჭირო თანხები იმისათვის, რათა გაგრძელდეს იმგვარი თანამშრომლობა, როგორც იყო და ამასთანავე კიდევ უფრო გაღრმავდეს და სხვა შინაარსიც შეიძინოს. მე მგონია, რომ ამ ქაოსში, რომელიც ახლა შეიქმნა, სადაც ყველას აქვს ეჭვი, რომ ყოველი საკადრო გადაადგილებისა და სტრუქტურული ცვლილების მიღმა პოლიტიკური ლობისტი დგას, ხშირად ეს ასიც შეიძლება ყოფილიყო წარსულში. და პარანოის გასაფანტავად იდეალური იქნებოდა საერთაშორისო დონის ექსპერტებით დაკომპლექტებული რჩეველთა საბჭოსთვის რეფორმის ჩატარების უფლებამოსილების მიცემაც. თუ ჩვენ მიმართავთ ევროკავშირს და ვეტყვით, რომ გამოსავალს ხედავთ ერთგვარი გარდამავალი პერიოდის გამოცხადებაში, BBC-ს რეკომენდაციით შეიძლება დაკომპლექტდეს რჩეველთა საბჭო. იქ შეიძლება შევიდეს BBC-ს რამდენიმე სერიოზული პროფესიონალი, ასევე ყოფილი კომუნისტური ბლოკიდან ექსპერტები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ, მოგეხსენებათ, მსგავს სიტუაციებში და მსგავს კრიზისულ სიტუაციებში მუშაობისა, რამე თუ მათაც გაიარეს ის სირთულეები, რა სირთულეებსაც ჩვენ ახლა გავდივართ, სამწუხაროდ, თუ გარდაუვალია, როგორც ჩანს, ამ სირთულეების გავლა. ჩვენ არა ვართ ასე ვთქვათ, შეჩვეულნი პოლიტიკურ ცვლილებებს ადვილად, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივად შევეგუოთ, ჩვეულებრივად შევხედოთ და გადავიტანოთ, ასე ვთქვათ, ჩვენზე ნებისმიერი პატარა ცვლილება და რყევა მოქმედებს ჩვენს ტელევიზიაზე. სამომავლოდ ისე უნდა იქამდე უნდა მივიდეთ და ისე ჩამოყალიბდეს ამ ტელევიზიის მომავალი, რომ ამგვარი რყევები თავად ტელევიზიაზე არ აისახოს. საეთერო ბადებთან დაკავშირებით, ჩვენ მოგეხსენებათ, უფლებები გაგვეზარდა სამეურვეო საბჭოს, გაეზარდა საკმაოდ ახალი კანონის მიხედვით, თუმცა საეთერო ბადეს მაინც მენეჯმენტი ადგენს, ასე რომ ჩვენ უშუალოდ მაგაში ვერ ჩავერევით, მაგრამ ჩვენ, ასე ვთქვათ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეგვიძლია
ვიმოქმედოთ და განსაზღვროთ დრო, მიმართულებები და ასე შემდეგ. ასეთი დაკონკრეტებით ჩვენ ვერ გიპასუხებთ, ასე ვთქვათ, სამეურვეო საბჭოს ფუნქციებიდან ვერ გავალთ. თუმცა ჩვენი თანამშრომლობა მენეჯმენტთან მომავალში იქნება ძალიან მჭიდრო და იმედია შედეგიანი. ხო. არა, მან კანონში ასე არის, რომ როგორც მე მახსოვს ყოველ შემთხვევაში, რომ ორჯერ არ არის უფლება. ყოველ შემთხვევაში არ ამგონია მე მაინც გამჩენოდა მომავალში სურვილი, იმიტომ რომ არის ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფერო, სადაც ადამიანმა შეიძლება აქტიურად იმ მოღვაწეობას მოგეხსენებათ. მეც პოეტი გახლავართ და სხვა საქმეებიც ვარ, აღმოსავლეთსადმი ვარ, საგამომცემლო პროექტები მაქვს და ასე შემდეგ. თუმცა ეს ტელევიზია ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ასე ვთქვათ, გარედან იქნება თუ შიგნიდან იქნება, ყოველთვის აქტიური ვიქნები ამ ტელევიზიასთან მიმართებაში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში. 1 იანვარი რამდენადაც გვახსოვს არის დათქმული დრო უბრალოდ, საიდანაც უნდა მოხდეს არჩევა. როცა დააკომპლექტებს პარლამენტი ახალ სამეურვეო საბჭოს, ეს მოხდება ვთქვათ, იანვარში ალბათ ვერ მოხდება, იმიტომ რომ ძირითადად არ დადეგებიათ, შეიძლება თებერვალში, შეიძლება მარტში ზუსტად არ არის ცნობილი. როცა მოხდება, მაშინ მოხდება ჩვეულებრივი ცვლილება იქნება, ამაშიც არაფერი არ არის დრამატული, არის ჩვეულებრივი ცვლილება და დინამიური. რაც შეგვიძლია, რაც შეიძლება მოაწყოს, ისა მოასწროს ამდაგვარმა ორგანომ, ვთქვათ, დარჩენილი 5 იქნება თუ 6 იქნება ამ თვეების განმავლობაში. სამუშაო ძალიან ბევრია, რახან ასე ვთქვათ, მოვალეობები ესეთი განსაკუთრებული დაეკისრა სამეურვეო საბჭოს. ადრე გამოთავისუფლებული იყო ბევრი ესეთი საკითხისგან, რასაც ქვია, იქ შტატებთან დაკავშირებული საკითხები არის. ჩვენ ძირითადად, ასე ვთქვათ, მოქმედებდით ესეთი გეგმით, რომ სტრუქტურას ვადგენდით ზოგადად და მე უკვე დანარჩენს მენეჯმენტი აკეთებდა. ახლა უფრო ღრმად ჩასვლის, ასე ვთქვათ, ვალდებულება აქვს დაკისრებული სამეურვეო საბჭოს, ამიტომ მოგვიწევს, ასე ვთქვათ, უფრო დაძაბულ რეჟიმში მუშაობა. თუ ადრე სამეურვეო საბჭო ცოტა ისე ხალვათად მუშაობდა, ასე ვთქვათ, თვეში 2 სხდომა იყოს საშუალოდ, ალბათ და შეიძლება პირაში 1 კი არა 2 სხდომაც დაჭირდეს და ჩვეულებრივი მუშაობს, როგორც მენეჯმენტი მუშაობს დაახლოებით იმ რეჟიმში. ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენი პირობითად 5 თვიანი თუ 6 თვიანი მომავალი გეგმა. დანარჩენს მე დრო გვიჩვენებს. მებრივია. შევეცდებით, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული კოლექტივის ინტერესები, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ეს არის 1000 კაციანი კოლექტივი, აქ ადამიანებს ნამუშევარი აქვთ წლები და ათეული წლები, ყავს ძალიან კარგი ჟურნალისტთა კორპუსი, უბრალოდ ჭირდება გარკვეული ყალიბი, ჭირდება ასე ვთქვათ, დამატებითი იმპულსი და ჩვენ შევეცდებით, რომ ყველანაირად დახმარების ხელი, ასე ვთქვათ, გაუწვდინოთ, იგივე დახმარება მივიღოთ გარედან, ეს დახმარება ძალიან გვჭირდება ჩვენ და არ უნდა ვიუკადრისოთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ დასავლეთის დახმარება ჩვენ ამ ახალი დემოკრატიის ქვეყანას უძველესი ტრადიციებისა და ისტორიის მართალია, მაგრამ ახალი დემოკრატიის ქვეყანას ძალიან გვჭირდება. მით უმეტეს ჩვენ ტელევიზიას, რომელიც ასევე არ ახალია, მოგეხსენებათ, თავისი წარსული ჰქონდა, თავისი საბჭოთა ტრადიციები ჰქონდა, თავისი მძიმე ტრადიციებიც ჰქონდა, მძიმე ისტორიაც ჰქონდა, 90-იანი წლები ჰქონდა და დახმარება ნამდვილად გვჭირდება და ჩვენ შევეცდებით ყველანაირად, რომ ჩვენი ძველი პარტნიორები დავაინტერესოთ და ვითანამშრომლოთ მათთან და დაგვეხმარონ ისინი განსაკუთრებით BBC-ს გულისხმობ. არა, მე ასეთი კონკრეტულად არ მithkons, ანუ ასეთი ეჭვი შეიძლება არსებულიყო წარსულში. ასეთი ეჭვი შეიძლება არსებულიყო და ეს არ არის ასევე ტრაგიკული თემა, მეგობრებო. ალბათ ყველა ქვეყანაში არის გარკვეული დოზირებით მსგავსი შემთხვევები, მაგრამ სასურველია, რომ თუ ვართ მეოთხე ხელისუფლება ჩვენ, რაც შეიძლება ამაყად
მით უმეტეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, მით უმეტეს როცა ყველანი ერთად ჩვენ ვართ მეოთხე ხელისუფლება, რაც შეიძლება თავისუფალნი რო ვიყოთ, რაც შეიძლება თავისუფალნი რო ვიყოთ ზეგავლენებისგან, იმ ზეგავლენებისგან, რომელიც არ არის სასურველი, იმიტომ რომ ძალიან ისეთია, ასე ვთქვათ, ძალიან პოსტსაბჭოურია ეს ყველაფერი, ამგვარი ზეგავლენები და შეიძლება პრობლემა ხშირ შემთხვევაში ჩვენშიც იყოს, ანუ ჩვენ ვერ ვიყოთ გამოთავისუფლებული საიმისოდ და ისეთი დაწოლა კი არ არსებობდეს, არამედ ჩვენში იყოს. მე თქვენ თაობას არ გულისხმობ ძირითადად ჩემს თაობას ამ შემთხვევაში. ამიტომ რაც შეიძლება უფრო უნდა გამოთავისუფლდეთ, რომ მედიაც გამოთავისუფლდეს, ცალკეულ ადამიანზე, ცალკეულ ჯგუფებზე, მედია ჯგუფებზეა ეს თავისუფლება, თავისუფლების ხარისხი მოგეხსენებათ დამოკიდებული. აი ამას გულისხმობ. არ უარყოფ მე. მოსაზრებას ნამდვილად არ უარყოფ. ეს გავლენები იქნებოდა, მაგრამ გავლენებს ჩვეულებრივ მოგეხსენებათ რაც უფრო, ასე ვთქვათ, დემოკრატიული ხდება საზოგადოება, მით უფრო მეტი, ასე ვთქვათ, საშუალება იქნება შეფუთვებისა. ან ეს ხო არ არის ისეთი უხეში გავლენები, რომ ვიღაცამ ღიათ დაურეკოს, ვიუბძანოს, ასე ვთქვათ, საბჭოთა მეთოდებს არავინ არ გამოიყენებს. ამიტომ იმ ქვედინებებზე საუბარი მე ძალიან გამიჭირდება. იმიტომ რომ ეს არ არის ისე ადვილად დადასტურებადი, ხო? ცალკეული კონკრეტული შემთხვევების, ასე ვთქვათ, მოხმობა ძალიან რთულია ასეთ შემთხვევაში. მაგრამ ასეთი გავლენები რო იყო, ცხადია ხა ყველანი ხედავდით როგორ გრძნობდით უფრო სწორად და თავს ხوار მოვიტყუებთ. დღეს თუ ხედავთ ის ამბავს, თუ ქართულეთმა შეიძლება იცით რა, არ გამოურიცხავ, რომ გარკვეული ფორმით მათაც კონდეთ ცდუნება, ამიტომ საზოგადოება უნდა ამაღლდეს ამაზე, თავად საზოგადოება, პირველ რიგში თავად მედია საზოგადოება, ან ჩვენ უნდა ამაღლდეთ ყოველივე ამაზე, ჩვენში უნდა აღმოიფხვრას, ასე ვთქვათ, საბჭოური მენტალობა, შიშის ფაქტორი, რაც მთავარია და რაც უფრო თავისუფალნი გავხდებით თავად ჩვენ მით უფრო მოიკლებს ამ დაგვარი, ასე ვთქვათ, სურვილები პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან.